ბატონი ნადოი, ამას ერთ-ერთი პოლიტპატიმარის არის თავშავაძე, რომელიც გაასამართლა. ეკაბესელიას მოძრაობაში 21 მაისის აქციისთვის ემზადებიან. უკანონო პატიმრების მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს საქართველოდანაც შეუერთდებიან. მშვიდობიანი მანიფესტაცია პარლამენტთან დაიწყება და უზენაესი სასამართლოსკენ გადაინაცვლებს. ორგანიზატორები იმ მოსამართლეების პლაკატებს გამოაკრავენ, ვინც ბესელიას თქმით პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანებს განაჩენი გამოუტანა. მოძრაობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აქციის გამართვის ნებართვა მერიისგან მიღებული აქვს. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენ მივაღწევთ პოლიტპატიმრების განთავისუფლებას, ძალიან მალე მივაღწევთ იმას, რომ ყველა უკანონო განაჩენი გადაისინჯება. პოლიტპატიმრების მხარდამჭერ აქციას მოძრაობა დაიცავი საქართველოს უერთდება. ამის შესახებ განცხადება დღეს მოძრაობის ოფისში გაკეთდა. ვხატავთ სოლიდარობას იმ ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ, ვინც ატარებს ამ აქციებს და იქნება მანამ, სანამ საქართველოში ხელისუფლება არ შეისმენს, რომ ადამიანი, რომელიც არის უდანაშაულო, პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით არ უნდა იყოს დაკავებული. შეიძლება ადამიანი სასჯელს იხდიდეს დამსახურებულად, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა და მასაც ჭირდება დახმარება და მხარდაჭერა განსაკუთრებით ისეთი რეჟიმების პირობებში, როგორიც არის სააკაშვილის რეჟიმი. ლევან გაჩეჩილაძისა და გოგა ხაინდრავას გვერდით დღეს ალიანსის საქართველოს წევრი კოკა გუნცაძეც იჯდა. ალიანსი აქციებში არ მონაწილეობს, თუმცა გუნცაძემ ამ პროცესში ჩართულობა იმით ახსნა, რომ უკანონო პატიმრების თემა მისთვის პარტიულობაზე მაღლა დგას. იდეა, რომელსაც ჩვენ უერთდებით, ეს არის ზეპოლიტიკური, აქ ლაპარაკია უკანონო პატიმრების უფლებების დაცვაზე, რომელიც უფრო მაღლაა დგომია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური იდეოლოგია, პოლიტიკური ინტერესი, ალბათ თუ იმ პოლიტიკური ძალის. კოკა იყო და არის თავისუფალი წევრი ალიანსისა. ჩვენ სოლიდარულები ვართ ამ პრობლემისადმი, კიდევ ამბობ, ჩვენ თავათაც გვყავს პოლიტპატიმრები, მაგრამ ამ წუთში ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, ამოცანა არის წინასაარჩევნო აგიტაცია. რუსთაველზე საკუთარ მხარდაჭერას უკანონო პატიმრებს ეროვნული საბჭოს ლიდერებიც გამოუცხადებენ. კონსერვატიული პარტია და ეროვნული საბჭო მთლიანად მხარს უჭერს ამ ინიციატივას, რომ უკანონო პატიმრების მხარდასაჭერად მოეწყოს რუსთაველის გამზირზე 21 მაისის საპროტესტო აქცია და ჩვენი აქტივისტები ბუნებრივია ამაში მონაწილეობას მიიღებენ. მოძრაობა სოლიდარობა უკანონო პატიმრებს აქციას მეხუთედ მართავს. ამბობენ, რომ მათმა აქტიურობამ გარკვეული შედეგები უკვე მოიტანა. პენიტენციალურ სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საერთაშორისო საზოგადოება უფრო ინფორმირებული გახდა. გათავისუფლდა 2 პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა სიიდან. წინსვლა იმ მსჯავრდებულთა საქმეებშიც, რომლებიც ციხეებში ცუდ მოპყრობას აპროტესტებდნენ.